სახელითა მამისათა, დაწისათა, დაწმინდისა, სულისათა, დღეს თქვენ სახარებაში მოისმინეთ ძალიან საგულისხმო რამ, როდესაც მაცხოვართან მივა ერთი ადამიანი მუხლს დაიდგენს და ეტყვის, რომ უფალო, მოვიყვანე შენ და ჩემი შვილიო და მოციქულებმაო ვერ განკურნესო და მაცხოვარმა შეხედა და რაღაც ესეთი საყვედური თქვა, ხოი ურწმუნოება, როდემდეს ვიყო თქვენთან, როდემდეს თავს ვიდებდა თქვენს, ანუ აი ეს ურწმუნოებას ხაზი გაუსვა და გწამს რომ ეს შემიძლია რომ განკურნოვო, წამს უფალო, შემეწიე ჩემ ურწმუნოებაში, ნახეთ ან ამბობს რომ წამსო, მაგრამ იქვე ხვდება რომ ეს რწმენა საკმარისი არ არის. რადგანაც არც ვერც მოციქულებმა ვერ განკურნეს და დააყოლებს სრემლით რომ უფალო შემეწიე, დამეხმარე ჩემს ურწმუნოებაშიო, ჩემი რწმენა ძლიერი გახდესო. და მაშინ მაცხოვარი განკურნავს მის შვილს. ესე იგი, ეს ეშმაკეული იყო ეს შვილი და დავარდება დოჟი მოუვა და მერე გაჩერდებოდა, ყველას ეგონება რომ მოკვდა. მაცხოვარი ეუბნება ამ ბოროტს რომ განვედიო და ნუღარა შეხვალა ამაშიო. მერე წამოაყენებს და მისცემს თავის მამას. და როდესაც მარტო დარჩებიან და მოციქულები გაკვირვებულები ეკითხებიან, რომ უფალო, ჩვენ რატო ვერ განკურნეთო? ისინი ყველას კურნავდნენ ეს მოციქულები. მათ შორის იუდა ისკარიოტელზეც იყო ეს სულიწმინდის მადლი გადასული და იუდაც კურნავდა ბევრს. და ჩვენ რატო ვერ გავკურნეთო? და მაცხოვარი ხას უსმევს, რომ ნათესავი ესე ანუ აი ბოროტ სულზე რომელიც იყო დაპატრონებული აი ამ ადამიანს, ნათესავი ესე ლოცვითა და მარხვით განვალს და თქვენი ურწმუნოების გამო ვერ განკურნეთო. ანუ შეხედეთ სამი რამე ხდება. პირველი რომ უნდა იმარხულონ, მეორე უნდა ილოცონ სათანადოდ და რწმენა უნდა იქონიონ სათანადო უფლისა, რომ ეს სასწაული აღსრულდეს. ეხლა მოდით განვაზოგადოთ თითოეულმა ჩვენთაგანმა ჩვენს ცხოვრებაში, რომ ჩვენც აი წარმოიდგინეთ, ჩვენც მარხულობთ, ჩვენც ლოცულობთ, ჩვენც გვწამს, გვწამს, დავდივართ, დილაუთენია, მოვდივართ, წირვალუცას ვესწრებით ყველაფერი და საკმარისია კი ჩვენი რწმენა? მერწმუნეთ რომ ეს არ არის საკმარისი. მერწმუნეთ რომ აი როგორც მაცხოვრის მოწაფეების რწმენა საკმარისი არ იყო, მათი მარხვა და ლოცვა საკმარისი არ იყო რომ ეს განეკურნათ, ის სულ ქავანტყოფობებს კურნავდა, მაგრამ აი დაეშვა ღვთისაგან რომ ღმერთმა აჩვენა რომ მათი ეს ძალა, კურნების ძალა, მათი არ იყო, ეს ღვთისგან იყო და პლუს ამას მას სჭირდებოდა რწმენა, მას სჭირდებოდა ძლიერი მარხვა და ძლიერი ლოცვა. ასე რომ შემოკეთილებო, ჩვენ უკვე გადავწვით დიდ მარხვის შუალედს და რატომ არის ეს სახარება დღეს მოხსენებული? იმიტომ არის რომ ჩვენ გავაძლიეროთ მარხვა, გავაძლიეროთ ლოცვები, გავაძლიეროთ ღვთისადმი რწმენა და ეს შეგვეწევა ჩვენ. ეს ვერ შემოუშვებს ჩვენში ბოროტს. შეიძლება ბევრს გაუკვირდეს რომ როგორ ქრისტესთან მივიდა ბოროტი და ჩვენთან როგორ არ კი შეძლებს დაგვარად ის ცდილობს რომ ჩვენთან მოვიდეს 1000 უაზრო 1000 სუდაზრს შემოგვიტანს, მაგრამ როცა ადამიანი სულიერად ძლიერი იქნება, ის არ მიიღებს ამ აზრებს, ის არ მიიღებს ეშმაკისაგან შემოთავაზებულ აი ამ საცდურ ნებებს იქნება თუ ფიქრები იქნება თუ რაც იქნება, საცდურს არ მიიღებს. რატო? იმიტომ რომ მასში უკვე გაძლიერებული იქნება რწმენა, ლოცვითა და მარხვის ძალით. ასე რომ შემოკეთილებო, ყველას გირჩევთ, რომ თქვენს გაძლიერდით ლოცვით, გაძლიერდით მარხვით და რწმენა იქონიათ ჭეშმარიტ ძლიერი და ღმერთი იქნება ჩვენთან. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი.